მოგესალმებით ეთერში ახალი ამბებით 13 საათზე მე ნინო სალუქაძე ვარ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს სომხეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში 4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა შენახვისთვის ბრალდებული ძებნილი პირი დააკავა. პოსტების ინფორმაციით დაკავებული პირი ბექა ჭულხაძეა. გამოძიების ინფორმაციით უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით დაკავებულ შეძენილი ჰქონდა დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ. ამ ეტაპზე უწყება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიის და საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით. ასევე სწავლობს დაკავებულის კონტაქტებს ბაჩან ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან. ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა შენახვა. გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით დაკავებულ შეძენილი ჰქონდა ზემოთხსენებული საბრძოლო მასალა, რომელთაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ. ასევე გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩან ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. შალო პაპუაშვილის განცხადებით, ძალადობრივი ქმედების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ხოლო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი იყო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განაჩენმა დაადასტურა, რომ საქმე ეხება არა ერთ კონკრეტულ აქტს, არამედ იდეოლოგიურ ჯგუფს. მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა კი ბოლშევიკური მიდგომაა, სადაც დასახული მიზნის მისაღწევად ყოველგვარი ძალადობა დაშვებულია. ჩალო პაპუაშვილი აღნიშნავს, საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ისინი, ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას სამართლიანი მიზნებით ამართლებენ, ხვალ იმავე ფორმულით ადამიანის მკვლელობასაც გაამართლებენ. ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს. გუშინდელი დღიდან ვკითხულობთ და ვისმენთ ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივების შესახებ შეფასებებს, რომლებიც სინამდვილეში პირდაპირ ასაბუთებს, რატომ გვაქვს საქმე სწორედ ტერორიზმთან. როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან. თითოეული მათგანი ცდილობს საკუთარ დანაშაულს კეთილშობილური გამართლება მოუძებნოს. ეს ხან თავისუფლებისთვის ბრძოლა, ხან სამართლიანობისთვის, ხან რა და ხან რა. ამიტომაც იყო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი. თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამპყრობელს ებრძოდა. თუმცა დანაშაულს მისი ჩამდენის მიერ გაცხადებული მიზანი ვერ გაამართლებს. პირიქით, ძალადობრივი ქმედების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი გარემოება გახდა ნათელი. საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერორისტულ აქტთან არ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ ტერორისტული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვით ვითომ საბჭოთა წარსულს ებრძვიან, საქმით კი ბოლშევიკური ტერორის მთავარი მორალური ფორმულის მიზანი ამართლებს საშუალებას ერთგულ მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ. ამ წერტილამდე ისინი ლოგიკურად და თანმიმდევრულად მივიდნენ. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ თვალწინ მოხდა ბოროტების ევოლუცია. ჯერ გაამართლეს სიტყვიერი ძალადობა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. შემდეგ გაამართლეს ფიზიკური ძალადობა და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა. მერე გაამართლეს პარლამენტის გადაწვა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, ან სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური ინსტიტუტების ხელყოფა. ახლა კი უკვე ტერორიზმს, კაცობრიობის ამ ცალსახა ბოროტებას უძებნიან პოლიტიკურ და მორალურ გამართლებას. როდესაც ადამიანი ძალადობის თითოეულ მომდევნო საფეხურს ამართლებს, მორალ
ელექტორალურად დასაშვებობის ზღვარი სულ უფრო მკრთალდება. ამიტომ საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას სამართლიანი მიზნებით ამართლებს, ხვალ იმავე ფორმულით ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს. მით უმეტეს, რომ ამავე პოლიტიკური წრის წარმომადგენლებისგან ოპონენტების გარდაცვალების გამო საჯარო სიხარულიც არაერთხელ გვინახავს. ასე რომ ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ, ზოგი ცნობიერად და ზოგიც გაუცნობიერებლად მთელი ეს კოჰორტა ჩამოყალიბდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ მტრულ მეხუთე კოლონად, რომელსაც რადიკალიზმისთვის, ექსტრემიზმისთვის და ახლა უკვე ტერორიზმისთვის გარედან ანთებული მწვანე შუქი ეგულება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში ფრანკოფონის საპარლამენტო ასამბლეის 51 ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლო სამხარაძე საერთაშორისო პლატფორმას ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად იყენებენ. პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტში გამოსვლისას ქართულმა მხარემ პარტნიორებს ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები გააცნო. გიორგი კახიანმა კი ყურადღება სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში მოპოვებულ სამართლებრივ გამარჯვებებზე გაამახვილა. ნიკოლო სამხარაძის განცხადებით ეს ფორუმი უნიკალური შესაძლებლობა იმ გეოგრაფიულად დაშორებულ ქვეყნებთან კომუნიკაციისთვის, რომლებთანაც თბილისს აქტიური დიპლომატიური კავშირი აქვს და რაც ხელს შეუწყობს კაიროში საქართველოს ყოველწლიური რეზოლუციის მხარდაჭერის გაზრდას. ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით გამოსვლა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51 სესიაზე, რომელიც კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქ იაუნდეში იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით მსურს მადლიერება გამოვხატო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეისა და კამერუნის რესპუბლიკის პარლამენტის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მასპინძლობისა და განსაკუთრებულად თბილი მიღებისთვის. საქართველო მტკიცედ არის ერთგული მულტილატერალიზმის და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემის მიმართ. ეს ორი განუყოფელი საყრდენია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიული ცნებები არ არის. ისინი ყოველდღიური რეალობაა იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც ირღვევა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები არიან განთავსებული. ძვირფასო კოლეგებო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავაც რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც ხასიათდება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებითა და საერთაშორისო სამართლის არაერთი უხეში დარღვევით. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმები ქართველ ბავშვებს ართმევენ უფლებას განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე. ამახინჯებენ ქართულ რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას და სისტემურად მიმართავენ გატაცებებს, თვითნებურ დაკავებებს, წამების აქტებს და რიგ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 300,000 ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთ კანონიერ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 7.5%-ს შეადგენს. ამჟამად საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო არაერთი სერიოზული გამოწვევა, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვაკუუმი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვებები როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. სამართლებრივი ზომების გარდა ჩვენ ვახორციელებთ ფართომასშტაბიან დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო კოორდინაციით. ყოველწლიურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველო წარადგენს რეზოლუციას სახელწოდებით აფხაზეთიდან საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან სამხრეთ ოსეთიდან საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რომელიც ფართოდ არის ცნობილი როგორც დევნილთა რეზოლუცია. ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნულმა რეზოლუციამ ყოველჯერზე 100-ზე მეტი მხარდამჭერი ხმა მიიღო, ხოლო წინააღმდეგ მისცა ხმა მხოლოდ 8 სახელმწიფომ 2026 წელს, რაც ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. საყურადღებოა ასევე ის ტენდენცია, რომ არსებობს არაერთი სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას, თუმცა ან თავს იკავებს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, ან მის წინააღმდეგ აძლევს ხმას. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ამ სახელმწიფოებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებას. იგი მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და ამიტომ მოვუწოდებთ ამ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ დრომდე არ უჭერენ მხარს აღნიშნულ რეზოლუციას, გადახედონ საკუთარ პოზიციას და მხარი დაუჭირონ მას. ასეთი
გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პოზიტიური პრეცედენტი იქნება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების საქმეში. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სულ უფრო აშკარად იკვეთება მისი თანდათანობითი ეროზიისა და შესუსტების საფრთხე. ჩვენ გვჯერა, რომ მულტილატერალიზმის სანდოობა დამოკიდებულია მის უნარზე, უზრუნველყოს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, დაიცვას მათი ტერიტორიული მთლიანობა და აღკვეთოს ძალის გამოყენების ან საზღვრების უკანონო გზით შეცვლის ნებისმიერი მცდელობა. ამ სულისკვეთებით საქართველო სრულად რჩება ერთგული ეფექტიანი, ინკლუზიური და სამართალზე დაფუძნებული მულტილატერალიზმის მიმართ და მოუწოდებს აქ წარმოდგენილ ყველა სახელმწიფოს კიდევ უფრო განამტკიცონ თავიანთი ერთგულება ამ ფუნდამენტური პრინციპებისადმი. განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილ რეზოლუციაზე. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ აქ ფრანკოფონიის ასამბლეაში წარმოდგენილი არიან ის ქვეყნები, რომლებიც ხშირად თავს იკავებენ ხოლმე რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან. ამიტომ აქ იყო გაისმა მოწოდება ამ ქვეყნების მიმართ, რომ მათ მომავალში მხარი დაუჭირონ ჩვენს რეზოლუციას. ქონდა საუბარი ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ გადადგა სუვერენიტეტის გამტკიცების გზაზე და ასევე ეკონომიკური პროგრესი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს. ამ პლატფორმას საქართველოს პარლამენტი იყენებს არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად. თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ძებნილი პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სპეცოპერაცია თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციითა და თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა. გამოძებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს თბილისში დროებით საცხოვრებელ ბინაში ნათესავს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ცხელკვალზე დაადგინა, რის შემდეგაც მასზე ოფიციალური ძებნა გამოცხადდა. დანაშაული 20 წლამდე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. გამოძების ინფორმაციით ბრალდებული შემდგომი რეალიზაციის მიზნით დროებითი საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ლაბორატორიაში სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით ნარკოტიკებს ამზადებდა. სამართალდამცავებმა ბინის შხრეკისას კილონახევრამდე წონის ნარკოტიკული საშუალებები მეფედრონი და ალფა-პვპ ნიუტკიცება დამოიღეს. დაკავებულს 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება. თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულები გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის პირად ნივთებსა და თანხას მალთ საწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა მოპარული ფული ნივთკიცებად უკვე ამოიღო. საქმეს გამოძიება ძარცვის მცდელობის მოხრით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას 30 ახალი ავტომანქანა გადაეცა, მათ შორის 20 მაღალი გამავლობისაა. სატრანსპორტო საშუალებების სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე ეფექტიანი გადაადგილებისთვის. ავტომანქანების გადაცემის ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და ახალი ტექნიკის მახასიათებლებს გაეცნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო პოლიციას გადმოეცა 20 ერთეული მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი და 10 ერთეული მსუბუქი ავტოტრანსპორტი. აღნიშნული დაეხმარება სასაზღვრო პოლიციას როგორც სამსახურის შესრულებაში, ასევე მესაზღვრეებს გაუმჯობესებს პირობებს. სამგორის რაიონს კერძოდ ორხევის დასახლებას 2600 კვადრატული მეტრი ფართობის ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. პროექტის დასკვნით ეტაპს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო. ახალი სკვერი თენგის შანტლაძის ჩიხის მიმდებარედ უკანონო შემოღობებისა და მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი წყლის რეზერვუარის დემონტაჟის შემდეგ მოეწყო. ტროტუარზე განთავსდა მოსასვენებელი და საბავშვო ტერიტორიაზე განთავსდა მოსასვენებელი და საბავშვო გასართობი ზონები, ასევე პავილიონები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე განათების, სარწყავი სისტემების მონტაჟი და გამწვანების სამუშაოები. პროექტის განსახორციელებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 628,900 ლარი გამოიყო. ბავშვებისთვის კეთდება ატრაქციონები, სავარჯიშოები, მოსასვენებელი ფანჩატური, იქნება ყველანაირად გამწვანებული თავისი სარწყავი სისტემებით, განათებული. აქ გვერდით არის საცხოვრებელი კორპუსი, მოეწყობა ასევე საპარკინგო სივრცე. კატაკომბები იყო, ძალიან საშინელი იყო, ადგილობრივების საფრთხეს წარმოადგენდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდა ამ ტერიტორიის გასუფთავება და 2600 კვადრატზე ეწყობა სკვერი.
ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მიხეილ სარჯოლაძემ და კიუს რექტორმა მოაწერეს. შეთანხმების მიზანია ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებით პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობების შექმნა. მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით ეს პარტნიორობა დაეხმარება ახალგაზრდებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და შემდგომ დასაქმებაში, რაც თავის მხრივ ხელშეუწყობს სისტემისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას. შეხვედრაზე მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. ჩვენი სამინისტროსთვის აქ ორმაგია დანიშნულება, ერთის მხრივ განსაკუთრებულად საინტერესოა, რა თქმა უნდა, ის მიმართულება, რაც გულისხმობს ამ დონის, ამ სიმაღლის და მასშტაბების მქონე უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, როგორც კვლევითი, ბევრი სხვა მიმართულებით და იმავდროულად, რა თქმა უნდა, იგივე სტაჟირების პროგრამებით განსაკუთრებულად საინტერესოა, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავაკვირდეთ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად შეისწავლიან ცალკეულ პროფესიებს, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა საწყისი ეტაპიდანვე დაეუფლონ იმ ცოდნას, რომელიც აუცილებელია მათი შემდგომში პრაქტიკულ მუშაკებად ქცევისთვის. თანამშრომლობის მიზნები მოიცავს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და მედიცინის სკოლების სტუდენტთა სტაჟირებას სამინისტროს ვერტიკალში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებში და იმ გრძელვადიანი ცოდნისა და კომპეტენციების შექმნას, რომლებიც საბოლოოდ მოხმარდება საქართველოს სამედიცინო შრომის ბაზრის გაუმჯობესებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს, რომელიც სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებით არის დატვირთული. დაშავებული სამხედრო მომსახურეები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობენ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართულ ღონისძიებაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულები თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შესაბამისი სინჯის მედლებით დააჯილდოვეს. დაჭრილ მებრძოლთა კვირეულის მთავარი მიზანი დაჭრილ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა მათი სოციალიზაცია და სპორტული მიღწევების წარმოჩენაა. ტურნირი მიზნად ისახავს დაჭრილ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რესოციალიზაციას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა დაინტერესებას აქტიური ცხოვრებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ფსიქოლოგიურად, რადგან გვიტარდება ფსიქოლოგიური, ვართ ერთმანეთთან ვუზიარებთ ყველანაირ ემოციებს, ვუდგავართ ერთმანეთს ყველანაირად გვერდში. მადლობა რა თქმა უნდა ჩვენი თავდაცვის სამინისტროს, ჩვენ დეპარტამენტს, რომელიც ყველანაირად ხარდაჭერას გვიწევს და ყველანაირად გვიდგება გვერდში. გურის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის ადგილობრივ თანამშრომლებს ახალი აღჭურვილობა და ურნები გადაეცათ. მინისტრის მოადგილემ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა სანაპიროზე საზღვაო სეზონთან დაკავშირებით დამატებით 100 ახალი ურნა განათავსეს. გურის ზოლის დასუფთავება მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს. პროცესს კი ადგილზე რეგიონული ხელისუფლებისა და ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაეცნენ. დავათვალიერეთ გურის საზღვაო სანაპირო, რომელიც მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ უწყვეტ რეჟიმში ყოველდღიურად წესრიგდება. აქ შექმნილია კომფორტული გარემო დაინტერესებული პირებისთვის, ტურისტებისთვის და ყველას მოუწოდებ ზაფხული გაატარონ გურიის სანაპიროს. აღნიშნული ზღვისპირა ზოლის მთლიანი სიგრძე არის 21 კილომეტრი და ისინი ადგილობრივად საკუთარი კადრებით ყოველდღიურ რეჟიმში ახდენენ ტერიტორიის დასუფთავებას, მოწესრიგებას. ასევე მოსახლეობასთან ჰქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათი რჩევები მოვისმინეთ. სანაპირო ზოლის დასუფთავებას ახორციელებს მყარი ნარჩენების კომპანია. დასაქმებული არის 230 კაცი, მონაკვეთი არის 21 კილომეტრი. მუშაობენ დილის 6 საათიდან. ყველაფერი კეთდება, რომ დამსვენებელს კომფორტული პირობები შეექმნას. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურა პატარაძე, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში ქალაქ ქობულეთში ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება, სადაც საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები და საპარკე ინფრასტრუქტურა მოეძღვება. პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გელაურშიც, სადაც თანამედროვე სკვერთან ერთად ჩოგბურთის კორტები და შესაბამისი სპორტული სივრცეები შენდება. გელაურის დასახლებაში, კაიგაციშვილის ქუჩაზე, სადაც მოეწყო სრულიად ახალი გამწვანებული რეკრეაციული ზონა, ასევე საჩოგბურთო ორი მოედანი. დღესვე დავათვალიერეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან ერთად ბიბლიოთეკის მიმდებარედ არსებული სკვერისარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოები დასრულდეს უნდა ოქტომბრის თვეში, მაგრამ ვარაუდობთ და გვინდა დავასრულოთ უფრო ადრე ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულების. Ბევრი ბავშვები ცხოვრობს, ბევრი ახალგაზრდა ხალხი ცხოვრობს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პროექტი, ეს სკვერი, ეს კორტი ჩვენთვის, ჩვენი უბნისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები აქტიურად გრძელდება ფოთშიც. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს როგორც მუნიციპალური შენობების, ისე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრებითი სამუშაოები. პარალელურად გრძელდება საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, შიდა ეზოების კეთილმოწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ახორციელებს. ფოთის ყველა უბანში აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დავიწყეთ გამაგრების სამუშაოები, როგორც მუნიციპალური შენობების, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსებში, ასევე ფასადების სამუშაოებს ვაგრძელებთ აქტიურად, შიდა ეზოების მოწესრიგებას, რა თქმა უნდა, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. ჩვენი ბინა იყო ავარიული, მივმართეთ მერიას, დროულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ზომები. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მხარებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, ერთობლივი ინიციატივების და მხარდაჭერასა და საერთაშორისო აქტივობების ხელშეწყობას ითვალისწინებს. თანამშრომლობის უმთავრესი პრიორიტეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება, ასევე მათი საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი პროექტების ჩართვა. პირველი ერთობლივი აქტივობის ფარგლებში ახალგაზრდობის სააგენტო მხარს დაუჭერს პროექტს საერთაშორისო ბანაკი ათენში 1. რომ ახალგაზრდობის სააგენტო ძალიან აქტიურად ხელს შეგვიწყობს და ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ ძალიან საინტერესო პროექტებს, რომლებიც წარადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ტერიტორიული მთლიანობის განვითარების გზაზე ჩვენი ახალგაზრდების ხელშეწყობა დახმარებას. რუსთავის ცენტრალურ პარკში ისტორიულ ციხესთან არსებულ საფესტივალო სივრცეში ოქსიგენ ფესტი 2026 გაიხსნება. ორდღიანი მუსიკალური ღონისძიება რუსთავის სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების აზემო ცერემონიით დაიწყება. ფესტივალის პირველი საღამო ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს დაეთმობა. 12 ივნისს კი ოქსიგენის სცენას ადგილობრივი ჯგუფები და შემსრულებლები დაიკავებენ. ფესტივალი რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა და მისი თანაორგანიზატორები რუსთავის მერია და ოქსიგენის შემოქმედებითი ჯგუფი არიან. მუსიკალურ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ სურვალისთვის თავისუფალია. ეს არის ის დიდი ტრადიცია, რომელიც ქალბატონმა ნინომ ესე დანერგა და ამაყივა რომ უამრავ ადგილას შემხვდა იგივე. ეს გახლავთ ვერცხლისა და ოქროს მედალოსნების დაჯილდოება. ამით დაიწყება, აი ამას მოყვება ჰიპ-ჰოპ საღამო და გადავალთ თანდათან მეორე დღეში და კულმინაციას მივახცევთ 12 ივლისს, როცა ვიტყვით რას ნიშნავს ხმაური სიხარულისთვის. ნიდერლანდების ქალაქ ვოლენდამში ქართველი კინორეჟისორის ნათი ახვლედიანის ფილმის ომის გზაგამოვლილი ქალები პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა სადებიუტო ნამუშევარი აფხაზეთის თემას მიუძღვნა. ფილმის სცენარისთვის გამოყენებულია გიორგი კეკელიძის წიგნის დედა და ილია ჭუბერის ეპიზოდები. საპრემიერო ჩვენება საქართველოს საკონსულო წარმომადგენლები და ქართველი ემიგრანტები დაესწრნენ. ომის გზაგამოვლილი ქალები თავდაპირველად არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება წარდგენილი, რის შემდეგაც ფილმის პრემიერა საქართველოშიც იგეგმება. უცხოელი იყო ბევრად მეტი ვიდრე ქართველი დღეს ჩვენს ფილმზე და ეს ჩემთვის ძალიან კარგი სიგნალია, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ ადამიანებს გავაგებინეთ ჩვენი ტკივილი, ვინც არ იცოდა ამის შესახებ და მე ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი. აღთოვანებული ვარ, ერთი მხრივ როგორ მოახერხა რეჟისორმა რომ წიგნის მთავარი სათქმელი გადმოეტანა და მეორე მხრივ შეექმნა დამოუკიდებელი ნამუშევარი, რომელიც უკიდურესად მგრძნობი არის და ძალიან მაღალმხატვრული იყო. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან ძლიერი და ემოციური ფილმი იყო. სპორტის მინისტრი UFC-ს ქართველ მებრძოლს ოთარ თანძილოვს შეხვდა. მინისტრმა სპორტსმენს მომავალ ასპარეზობაში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ოთარ თანძილოვს შერეული ორთაბრძოლის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში UFC-ში დებიუტი მიმდინარე წელს ჰქონდა, სადაც შეინ კოლინსთან ორთაბრძოლამ საჯების გადაწყვეტილებით დათმო. სპორტის სამინისტროში გამოთულ ოფიციალურ შეხვედრას მინისტრის მოადგილე და საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვანებთა ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილიც ესწრებოდნენ. უმასპინძლეთ UFC-ს მებრძოლს ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელმაც გააფორმა კონტრაქტი ამ პრესტიჟულ ორგანიზაციაში, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორთაბრძოლა დათმო, ვფიქრობ ძალიან კარგი გამოცდილება შეიძინა და საომავლოდ
ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკეთესად იასპარეზოს. შეხვედრას ესწრებოდა შერეული საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის პრეზიდენტი, რომელთან ერთადაც გავიარეთ ასევე ამ სპორტის სახეობის პოპულარიზაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო გეგმები. თვე მზადებოდი ლას-ვეგასში, ველოდებოდი კონტრაქტს UFC-სგან და მომწეს კონტრაქტი ჩემ წონაში არა 66 კილოში. მომიწია დიდ წონაში ჩხუბი, როგორც გეგმავდი, ისე არ გამომივიდა ჩხუბი და კიდე დამშა სამი ბრძოლა. მაქსიმალურად მაგათ მომემზადები, დაბრუნდები უფრო ძლიერად. მინისტრის სპორტსმენებთან შეხვედრა ნებისმიერ სპორტის სახეობასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქიდან გამომდინარე, რომ აქვს თვითონ სპორტსმენს სტიმული იმის, რომ უფრო მეტი გააკეთოს, უფრო მეტი იშრომოს, უფრო მეტი შეძლოს. მოგეხსენებათ, ჩვენი მინისტრი ყველა სპორტის სახეობას უწყობს ხელს. ბათუმის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე შიდა ქართლის სპორტსმენები დაჯილდოვდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საზეიმო შეხვედრაზე მხარი სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ახალგაზრდა ათლეტებს შეხვდა და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობის სიგელები გადასცა. საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე შიდა ქართლის რეგიონში სპორტის 14 სახეობაში 112 სპორტსმენითა და მწვრთნელით იყო წარმოდგენილი. მათ ჯამში 34 მედალი მოიპოვეს. აღნიშნა, რომ ეს მიღწევა სპორტსმენების დიდი შრომის, მწვრთნელების პროფესიონალი მისა და რეგიონში სპორტის განვითარების ხელშეწყობის შედეგია. გორის მუნიციპალიტეტში შევხვდით ბათუმში გამართულ ოლიმპიადაზე, ვინც მიიღო მონაწილეობა როგორც სპორტსმენებმა, ასევე მწვრთნელებთან ჰქონდა შეხვედრა. მიულოცეთ კიდევ ერთხელ ის წარმატება, რომელიც წარმატებებიც ამ ფესტივალზე მიიღეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული სპორტული ღონისძიების განვითარება. ჩვენ ყოველთვის დათვალიერებთ შევხელი შევუწყოთ ჩვენ მომავალს. ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით დღეს შევხვდით შიდა ქართლიდან წარმოდგენილ მონაწილეებს, დავაჯილდოვეთ, მიულოცეთ წარმატებები, მოგეხსენებათ ჩვენმა რეგიონმა მოიპოვა 34 მედალი. ბათუმში საქართველოს ჩემპიონატზე დავიკავით მეორე ადგილი. ძალიან გახარებულები ვართ ბიჭები, დიდი ხანი ვემზადებოდით ამ ტურნირისთვის. დაახლოებით 6-7 წელია რაც ვარ კალათბურთში და ზოგადად სპორტის განვითარებისთვის საქართველოში ძალიან კარგი იყო ეს ტურნირი. ახალციხეში მაგდის ჩოგბურთში მუნიციპალიტეტის მერიის პირველობაზე ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 18 წლის ზემოთ ასაკის მაგდის ჩოგბურთის მოყვარულებმა მიიღეს. შეჯიბრში გამოვლენილ გამარჯვებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ძალიან საინტერესო შეჯიბრი გამოვიდა, მასში მონაწილეობდა 20-ზე მეტი მოხალისე. მნიშვნელოვანია მსგავსი სახის აქტივობები ჩვენი ქალაქისათვის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის არის მზად იმისათვის, რომ მსგავსი ბევრი სპორტული აქტივობა გამართოს. საინტერესო თამაშები გაიმართა. ეს თამაშები აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდობისთვის, სპორტში ჩართულობისთვის. მადლობა მერიას, რომ ხელს გვიწყობს და ხელს უწყობს ახალგაზრდებს. ახალი ამბები პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება დროებით.